უნდა დაიწყო თუნდაც პატარა მოქმედება. მოქმედებაზე მნიშვნელოვანი საერთოდ არაფერი არ არის. და რანაირად მოხდა ახმეტადან ბიზნეს სკოლაში და მერე უკვე დელოიტში. რამოდესაც შრომობთ, რამოდესაც ვწავლობთ, მაგაშია საიდუმლო. რა ქვია ამ თვისებას მეწარმეში? უსვენრობა იყო ჩემ შემთხვევაში. მეუბნებიან, თქვენ მაგარი რამე მოვარდყით. რა მოვარდყით? ჩვენი ცხოვრების წელიწადნახევარი და 2 წელი ავიღეთ და გვერდზე გავწიეთ რა. მიხეილ ჩაფურიშვილი ფინანსური და ბიზნეს სტრატეგიის პროფესიონალი, რომელმაც ტოპ აუდიტორული კომპანია დატოვა საკუთარი ბრენდის შესაქმნელად. ცეცხლი აინთოს დამფუძნებელი. ადამიანი, რომელმაც ქართული მაკდონალდსის შექმნის ამბიცია რეალობად აქცია. ბრენდმა მწვადის კულტურა თანამედროვე სტანდარტიზირებულ გამოცდილებად გარდაქმნა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ და გაუშვა ჩემი კორპორატიული სამსახური. ეხლა არის დრო, ეხლა შეგიძლია გაბედვა, მოიცოდნენ ვები, ელოძებათ. შეიძლება არც იფიქრონ მაგაზე რა. სუბზოლაში იქნებით ყოველდღე, მაგრამ აი თქვენი თავისთვის იქნებით, ანუ გაცილებით რთულია ვიდრე კორპორატიული სამსახური. რანაირად დაიჭირე ხარისხი, რომელიც ალბათ ფასტფუდისთვის სუპერ მნიშვნელოვანია. რომ საქართველოში ხორცი არ არსებობს, ნახშირი არ არსებობს, ყველი არ არსებობს, არაფერი არ არსებობს რეალურად. აი და მოხმარობა ხო სასტიკია ქვეყანაში. მოთხოვნა არის შედარებით იაფასიან ხორცზე.